ერთადერთი გარანტია საქართველოს ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც საჯარო სექტორში საქმიანობს, არის კანონმორჩილება. ასეთია თინა ხიდაშელის კომენტარი კონსტანტინე კუბლაშვილის განცხადებაზე. ხიდაშელის განმარტებით პროკურორი ისევე როგორც მოსამართლე თავისუფალი უნდა იყოს საკუთარ გადაწყვეტილებაში. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის გოკა გაბაშვილის განცხადებით კი იუსტიციის მინისტრის სასამართლო ხელისუფლებაზე კონტროლის განხორციელებას ცდილობს. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ვიზიტს ქუთაისში კი ამ ტენდენციასთან საერთო არაფერი ქონია. შეგახსენებთ, კონსტანტინე კუბლაშვილი ქუთაისში მოსამართლეებს შეხვდა, სადაც მან სასამართლო სისტემაში დაგეგმილ რეფორმაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მოსამართლეების უვადო დანიშვნა მისაღები ნორმაა და სასამართლო დამოუკიდებლობის ერთ-ერთი გარანტია. ხაზგასმით და აბსოლუტურად გასაგებად უნდა ითქვას, რომ არავის გვერდში დგომა არც კუბლაშვილის და არც ტულუკიანის და არც ნებისმიერი სხვა თანამდებობის პირის არ იქნება არაფრისგან დაცვა და გარანტია. ერთადერთი ასეთი გარანტიებს იძლევა მოსამართლის მხრიდან მის მასზე დაკისრებული მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულება. უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარის სრული უფლება აქვს ვიზიტი განახორციელოს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. გვახსოვს რა მეთოდებს იყენებენ მოსამართლეების დასაშანტაჟებლად, მათზე ინფორმაციის მოსაგროვებლად, ასე რომ ქალბატონი წულუკიანი როგორც მთავრობის წარმომადგენელი რაც ნაკლებად იაქტიურებს ასეთ საკითხებზე, მით ნაკლები იქნება პრობლემები, რომელსაც საჯაროდ ყველა დაინახავს.